ცინიკა როგორ მიხარია ჩემ ძველ პროფესიას რო უბრუნდები. მომენატრა თეთრი ხალათი, ბურღი, სტომატოლოგიის სავარძელი, გულწასული პაციენტები. ვიდეა მეც მიხარია ახალ სკოლაში რომ მივდივარ. ხო იცი შენ ახალ სკოლაში კარგად უნდა მოიქცე. მე ძველ სკოლაშიც კარგად ვიქცეოდი. ხო, ისე კარგად იქცეოდი რომ ყოველ დღე მშობლებს იბარებდნენ. მოდით ნახეთ რა კარგად იქცევაო. დიახ, გასაუბრებაზე ვიყავი თქვენთან. დიახ, პასუხზე უნდა დაგერეკათ. მენეჯერი სავაჭრო ცენტრში? დიახ, თეკლა ვარ, თეკლა ერისთავი. როგორი თმებით? დიახ, თეკლა ვარ. დიახ, რა? კარგით, გასაგებია უკაცრავად, კარგად ბრძანდებოდეთ. აქაც უარი მითხრეს. არაფერი არ გამომდის რა. მართალი იყო მამაჩემი, არ შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. რას მოუპოდი ერთი რა. ლაშა სახლში უნდა დავბრუნდე. თეკლა, ესე იგი დამთავრდა ეგ პერიოდი? რა პერიოდი? აი როგორც აკაკი მიაბარეს გლეხებს რა. მე მგონი ბატონმა ნერსემ შენ სპეციალურად გამოგიშვა გლეხებში ახსაზრდელად. დავით მე ესე მგონი, არა? ლაშა ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მე არ ხუმრობ, მართლა უნდა წავიდე სახლში. ხო, თან ისედაც ამდენი ხანია აქ ვარ, რა ვიცი. თეკლა. რა? არ წახვიდე რა. დავხურავ შენ მობილურში მითამაშ და მე ეწადი. წადი შენ ხელები დაიბანე და რძედალიე. ვიჯექ შენთვის ჩუმად. ვისახსოვდა ეხა ეს რძე. აღწევი ხოლმე მობილური. მოკლედ ლაშა დღესვე უნდა ჩავალაგო ჩანთა და წავიდე. კარგი რა თეკლა რა. საღამომდე მაინც მოიწოდე და მოვიფიქრებთ რამე შენ სამსახურზე. არა ლაშა. რა ვიცი ხა მეც დღეს აუცილებლად წასასვლელი ვარ. პირველი დღეა ჩემი სამსახურის და რო არ წავიდი არ გამოდის. თან ალბათ ქალბატონი ანაც ველოდება და თეკლა ისე მე დავრჩევოდი შენთან, მაგრამ მეც დღეს ახალ სკოლაში მივდივარ და გვანცა მელოდება. დღეს შენ უნდა მომეცადინო და არსად არ წახვალ. და ცხვირის ოპერაციაზეც აღარაფერს გეტყვი. ლაშა შენ ახალ სამსახურში მიდიხარ? შენ სკოლაში მიდიხარ, რძედალიე? ამან ახალი სიცილიის სწავლა? მე ისევ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები. გამარჯობა. მოიცა, ამას ვინ მეყავს იქ? გამოვისკოთ თეკლა, ეს შენ. მე? მე ძალიან დიდი მადლობა. არ არის საჭირო, იმან გადამიხარდა უკვე. მოიცა, ვინ იმან? ვინც გამომატანა? ეს და ვინ გამოგატანათ? არ მაგას ვერ გეტყვი, ლაშა, თხოვა არავის უთხრავდა, ფიზიკურად არ შემიძლია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. არა, ხო გითხარით, არ არის საჭირო მე. კარგი, ბოდიში. ეკი ბატონო. მადლობა. ალამაზი ყვავილებია, ნეტა ვინ გამოატანა, არა, თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ლაშა? ლაშა, არ გინდა შენ უფროს რომ წაუღო ეს ანას ყვავილები?
არა წავღო. კარგი ნიკაში რო წავღო განცას? არა რა ყვავილები კარგი. ო კარგი, ერთი წუთით. იცოდე? ისე ხوار წამეღო მართლა ანასთვის. პირველი დღეა დღეს მაინც სამსახურში მივუტან მეტყვი. არა ვიძია. მე წავუგებ გვანცას სკოლაში. თან იცი როგორ უყვარს მინდვრის ყვავილები? გაუშვი ხელი არსად არ წაიღებ. გაანებებ შენ მანდატური არში გადაინებს ამას. ძინავს ხოლმე და შევიტან. და? ძინავს ხოლმე და შევიტან მითქი. გაუშვი ხელი და ნუ მეჯიკა. რა ხდება? რო წავუღო ანას პარტისა გვანცას შენ ეს რა ქვია ყვავილები. არა ბიძია შენ წავუგე ქალბატონ ანას და რომ გეტყვის რა ლამაზი ყვავილებია უთხარი ხო რა ვიცი. ხო, სწორია, ლაშა დაუჯერე ნიკას და წაუღე ანას ყვავილებიდან პირველი დღე გაქვს სამსახურში. ხო, რა ვიცი. ისე იმას მიაქციეთ ყურადღება, წეღა რო გითხარით, ფიზიკურად არ შემიძლია მეთქი. მე ხო ფიზიკოსი ვარ, და ფიზიკურად არ შემიძლია. მე მგონი მაგარია. Raşvaşı Guga Babu, მომეწონა ეს ხალათი რა გინდა მაფიოზურია, ჰა? მაფიოზური კი არა, ბებიაშენის ხალათია, ბაბუ. ვისის გინდა იყოს კაცო, მე კი გავთმიდა, ვისის გინდა იყოს. გავიყიდე კაცო, რა არის მე გავი. რა იყო რახშის ბაბუ, რა არის, რანაირად იხარ? რა ვიცი რა, ვერ ვარ კარგად. აბა როგორ იქნები შეგცივდა ალბათ შენს, როგორ იქნები აბა, გეუბნები ჩავრთოთ ეს გათბობა, თორე გავიყინებით. შენ კი არ გიდა, არა. მეუბნები სხეული უნდა გამოიწორთოს, უნდა გაკაჟდე, შენ თავს უნდა დააჯერო რომ არ ქცივა, კარგი, აჰა, დაუშვათ, აი დავჯექი. და შენ თავს ვარჯერებ ახლა რომ არ ქცივა. აბა პაატა, არ ქცივა პაატა, აი გავთბა პაატა, გავთბა. აჰა. არგი გავაგზავნებ დაჯერებას. აბა პაატა, არ ქცივა პაატა, დამცხაბა. აუ, დამცხაბა, ვაშენიზი. მოიცავ. პაატა არ ქცივა, დააჯერე შენ თავი, არ ქცივა, წავალ ფანჯარას გავაგებ. გავიყინე კაცო გეუბნები. გორია დაჯექი. დავჯექი, აჰა, დაჯექი. ესე უფრო მაფიოზურია. აბა რა ხდება ბაბუ? რა ხდება ბაბუ და ადექი ჯერ და წყალი მომიტანე. მოიცა. მოდი. დაჯექი მე მომიტანე. კარგი. არა, ჯერ წყალი მომიტანე. მოდი. ჯერ დაჯექი და მე მომიტანე. მოდი ბაბუ ეხა შენ ჩამოყალიბდი ეხა წყალი გინდა თუ არ გინდა ვერ გავიგე თორე მაფიოზი ვარ ვიღაცა კი არა ვარ. რა ხდება მითხარი რა ხდება და ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. მე ადექი ბაბუ და წყალს მოუყევი გაატანე და რა ვიციო როგორც არის ხოლმე რა. რა წყალს მოუყე ბაბუ რა რომელი საუკუნეა ბა? აუ I am sorry ბაბუ. ვიდი აბა რა ნახე მიდი მოყევი. რა ვნახე ბაბუ და ვითომ გუგა შემოვიდა ჩემთან თმები ქონდა შეკრეჭილი. თმები ქონდა შეჭრილი? შეკრეჭილი ქონდა. ნუ შეკრეჭილი, კარგი, ხო. მერე? თმები შეკრეჭა არ ვარგა ბაბუ. აჰა, მერე ბაბუ, მერე? ჭადრაკი უნდა გეთამაშო. მომისმინე. მე კი არ დავხვდი. ბაბუ, კი არ დაგესიზმრა, ყოველდღე შემოდის ხოლმე ეგრე ჭადრაკის ათამაშოთ კაცო. მერე? არა, რო შემოვიდა მე ნუცაც შემოყვა და თან მურაბა შემოიტანა. მურაბა შემოიტანა ნუცამ? ხო. აჰა, რა მოხდა ბაბუ მერე, როცა გუგა შემოდის, ნუცაც ყოველთვის შემოყვება ხოლმე და მურაბა ალბათ გააკეთა ადამიანია და შემოიტანეს. არა, მაყulis მურაბა იყო. მაყვალი კარგია, გვიყვარს მაფიოზებს. მერე? მერე თეკლა და მესიზმრა. თეკლა? ხო. მერე? პარკს ალაგებ და აქედან უნდა წავიდეო. მომისმინე ბაბუ, მე იქ ვიყავი? არა. უყურე ხა, საკუთარი ბაბუა რო ამას გაგიკეთებს, სხვას რა უნდა მოთხოვო რა. კარგია ბაბუ, კარგია. მერე გააგზე. მერე ბაბუ შენ და ფიზიკოსი ჩუმოვდით. რანაირად ჩუმოვდით ხა, მე და ფიზიკოსი, სად მაფიოზია, სად ფიზიკოსი?
მე სტადიონზე ვიყავი. მანჩესტერი ეთამაშებოდა ევერტონს. ევერტონმა მოიგო. რა, ბაბუ, რანაირ სად მანჩესტერი, სად ევერტონი ხარ? რანაირად მოუგო ევერტონმა? შენ ეთყობა ბოლო ძალიან შეგცივდა და რაღაცა არ ვიცი, სხვანაირად ნახე. წადი ხა წამოწექი დაიძინე, მიდი. ხო, წავა. მიდი, გათვლი ცოტა ჩათვლი. მიდი. ვა, არ ვიცი რა, მომკლავს ეს კაცი რა. ჩარტი გათხოვეუნები გამყინა რა. ონ კაცი ამდენი ხანი კანადაში ცხოვრობდი, იქა შემცვინია ესე, აღარ შემიძლია გამოკლეთ რა. რა არის, რა გავაკეთო, რითი გავთბე, ტელევიზორს მაინც შავთავ იქნება გავთბე ცოტა და. ვა, ეს რა არის? აფრიკა? აუ, რა კარგი გზეა. ვა, პატა, რა მაგარი ხალათი გაცვია, უცებ ხალი მეგონი. აი, ეს რა არის? თრები შეიჭერი? ხო, რა იყო? და მოიცა რა არის ხა შენ? არ ვარგა რა ვიცი, თრები შეჭერა და. რატო არ ვარგა მიხდება ნა? არა. ხო, მაგრამ ეხლა არ მითხრა რომ ჭადრაკის სათამაშოდ შემოვედიო. ვაიმე, სად არის კოტებაბუ? კოტებაბუს ზინავს? ძალიან კარგი, ხო და არ გამოცხადდა თამაშზე და მოგება ჩამეწერება მე. რა მოგება ჩაშენ ეგრე 4-ჯერ უნდა შემოხვიდე და ისა უნდა გამოცხადეს რომ დაეწიო კაცო, რა მოგება ჩაგეწერება ეხლა მომისმენთ. ათხარ გუგა, ჯერ შენთან დავრეკე ზარი და კარი რო არ გამიღე, მე აქ ჩამოვედი. რაც ვიფიქრე აქ იქნება თქო. დაგინახე რა ჩამოხვედი და ისა კაია, რა დამიჯერდათ, მაგრამ შეიჭერი გიხდება. არ ვარ გათმის შეჭერა. შენ რა დაგიჭერე რა არ ვარ. იცი რა, ჩემთვის ვამბობდი რომ აი მეთქი კაი იქნება რომ შეიჭრას თქვა და. ნუცა, რა გიჭირავს ხელში ეგ რა არის? მურაბა, თქვენ მოგიტანეთ. რისი მურაბა ანუცა? ჟოლო ხო. უი, არა, ბოდიში პატა, მაყვალია. რა მაყვალი? მაყვალის მურაბა გიჭირავს ეხლა ხელში შენ? ხო. რა იმანა უბოთ ეხლა ბარსალაგებ და მიდიოდაო? ვაიმე. რა გიდა ხარ, რა გავიდა? რა გიდა, გამოგიზოთ ხა. რატო შეიჭერი თები, რას დადიხარ ამ შეჭრილი თებით, ჰა? შენ კიდე რა არის, რატო გააკეთე მაყვალის მურაბა თუ რამას აკაცო? ვაიმე, ეკლა მოვდივარ, ეკლა. მე მივხვდი, მაგას არ უყვარს მისა მაყვალი. რა დროს მაფიოზობანა, კაცო, რა დროს მოვდივარ, ეკლა სადახარ, ეკლა აწახიდი. ქალბატონო ანა, დღეს პირველი დღეა და აი ეს მოხილები. კი, მეც მომწონს. ბატონო, მინდრის არის კი? რა ვიცი. ძალიან კარგი ამინდი არა გარეთ. რა კარგი ამინდია ქარია. ვგიჟდები ქარზე. კარგი რელაშანა, სადგი ნახავს ნორმალური ადამიანი ქარზე გიჟდებოდეს. როდის მოვა? დიახ. აბა როგორ ახარ ლაშა? ობა გაგახარო. უნდა გაგახარო. შენი კაბინეტი სულ მალე მზად იქნება. ალბათ შენც როგორ გეჩქარება სამსახურის დაწყება? ხო, რაც. ქალბატონო ანა, დღეს პირველი დღეა და მინდა გითხრათ, რომ აი ეს აუ რა მინდია? ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. გიჟდები ქარზე. მაგრამ არავის არ გაუგნები, ვინმეს გიჟი არ ვეგონა მაშინია. ხო. უი. ქალბატონო ანა. დღეს პირველი დღეა და ქალბატონო ანა, ხელი უნდა მომიწეროთ ამ საბუთებზე. ვაშა გამარჯობა.
ეს ახალი გოგო როა, ხათუნა ნერვებს მიშლის რა. ხათუნა ჩემი ძმისშვილია. თუ რამეა მითხარი და არა, კაცო, ნერვებს მიშლის, რამია მიტია, რამი მდობია, რანაირი გოგოა. ცოდოა დაიჩაგრება ცხოვრებაში. ყველას კი არ უნდა ენდოს, შენგენაც ვარ. წავედი ახლა მე ხელს აღარ შეგიშლით, ნაბა წავედი. არა, ნოდარ, ხელი რატომ უნდა შეგვიშალო? ხო, როდის იყო შენ ახლა ვინმეს ხელს უშლიდი ნოდარ? რა ვიცი. ქალბატონო ანა, რა კაი ამინდი, არა თქვენ რო გიყვართ. კი, გადასარევი. წავედი, აბა იცი არ წახვიდე რომ არ შემომიარო. კარგად იყავ. კარგი ნოდარ, კარგი ხო. ეს რო შემოდის რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ვდგები. რა საყვარელია რა. ხო, რა ვიცი. ქალბატონო ანა, დღეს პირველი დღეა და მე მინდა რომ ბუდიში ლაშა. ალო? ეხლავე გამოვალ. ეხლავე. კაცო, რაზე შემოვედი კი ვერ მივხვდით ამავე. შემოდი გაგახსენდება. ლაშა, სანამ მე შემოვალ, ნოდარი ნელ-ნელა გაგაცნობს ჩვენს თანამშრომლებს. რა თუნდა ნელ-ნელა 90 კაცის გაცნობას ვის სადადის, ვინ რომელ სალონში თმას იკეთებს, სულ ყველაფერს ორ წუთში ჩამოგიწვის. ეხლა ახალი გოგო როა, ხათუნა. დაძრება, რა ქვია იმას კაცო. დაცვის უფროსთან შაბდღეშია. მე მგონი თქვენთვის ეგ არ უნდა მეთქვა. ხათუნა, აუცილებლად გავარკვევ. კარგით. კარგი. ეგრე მოუხდება მაგ შენ ხათუნას, წაწლეკილი როა ქენა. რამდენი შევედი მაგის ოთახში, იმდენი მეკითხება რა გინდა ესე ხშირად რატო შემოდიხარო, რატო უნდა გადამიწყვიტოს მე გუშინდელმა მოსულმა ბოთახში ერთხელ შევალ, ორჯერ თუ სამჯერ. ნოდა. შენ ისე ძველ ფორმაში ხარ, ხო? ისე მე მგონი თუნდაც დაიკელი შენ. ხო დიეტაზე ვარ, ხო არ გინდა ჩაგაწერინო. დათმირე. რადგინდა შეწყნელი ვითახარ გენაცვალე. როიცოდე, ლაჩა, ყველაზე კარგ კაბინეტს თელ დაწესებულებაში შენ გიკეთებ. მართლა? ხო. მადლობა. არა, იმიტომ კი არ გიკეთებ, რომ მადლობა გადამიხადო, შენ გენაცვალე. სხვები რო შეხედავენ თვითონ დასკოჩილ ფანჯრებში შედან და შენ გაზიზინებულ ოთახში ხარ, გასკდებიან გულზე, დაიბოღბებიან, ის იმას ეთქვის, ის იმას ეთქვის, აგორდება ამებ და ცოტა გავხალისდები, თორე გავთავდი კაცი რა. ამას უშვებენ? რაღაც ხა მოთხრას მე ვეტყვის საწოდავს. ისა, ლაშა. რა მაგის პასუხია და ეს ჩვენი უფროსი მოგწონს? კი, კარგი ქალია. კარგი ხო? გაიგენეცად. არა. აი ხლა თუ არ მივეცი ყვავილები ლაშა. არაფერი არ გამოვა. შემოვა და პირდაპირ მივცე. ალო. აბა მაგიდაზე ნახე. და ზედა უჯრაშიც არ არის? და ზუსტად ვიცი, ახლა მან დავტოვე. მოიცადე, ახლა შემოვალ და მე თვითონ ნახო. ერთი წუთი არ დაახსია, ნამდვილად მუშაობა. ნახალწია, რომელზეც დინარია ესე ყველაფერი მე გავაკეთო ამ დაწესებულებაში. ლაშა, რა უნდა მეთქვა, შენ თვითონ ეს ყვავილები შენია? რა ყვავილები? აი ეს ყვავილები. არა. ეს არ გამიყვირდა კაცო, ანას ყვავილები არ უყვარს და აქ საიდან მოხდა თქო, და თუ არ არის ბედი დაიღბალი, ტუზი დამეცა, ისედაც საყიდელი მქონდა ყვავილები, აქად გამოვალ, აბა კარგად იყავი, გადაწალე შემომიარე. ბოდიში ლაშა, როგორც იქნა მოვიწყალე. რას მეუბნებოდი? პირველი დღეაო? ხო, პირველი დღეა, ხო და? უკაცრავად. ალო? დიახ, ეხლავე. პირველი დღეა, თქო და წავალ მივხედავ საქმეს. ხო. მაინც. ხა კი არ არის დამთავრებული ჩემი კაბინეტი, მაგრამ მე მაინც წავალ მივხედავ საქმეს. პირველი დღეა, თქო და ქალბატონო ანა, პირველი დღეა დღეს და ალო? დიახ, ეხლავე გამოვალ.
რატოზე და მეცა? მუქთად ვიშოვე ყვავილები 10 ლარის ეკონომია. მოგიკტა მომგონი. რა მოგართვათ? არაფერი გენაცალე. რანაირად უყენია თე უდგეათ ეს კამები კაცო რო შემოვიდეს ის გოგო ისედაც მოჟამულია კიდე არ მოიჟამოს უფრო ვარ გადაგჭდეს სათმე ხომ არ მოგიფიქრებიათ რას მიირთმე რა შემწამე შვილო დამაცადე ჯერ დავჯდე მოვისპირდე კაცო რომობა შენი უფროსი ვეტყვი თუ გინდა რომ გადასარევი გოგოა ორჯერ მკითხა მიფრენია მიეცი პრემიად ხო ქალს ველოდები მზე ქალს რო შემოვა მერე გეტყვი რა მინდა გასაგებია აღარ შემაწუხო იცოდე აი გამარჯობა რასაკეთებ მახსოვდი და ვილახე და შემეშალა ძლივს გამოვაღწიე შესვენებაზე შენ როგორ ხარ ნოდარ ორი თვე არ გამოჩენილ ხარ ხო რაც მერიდან წამოვედი კი არ წამოხვედი გამოგაგდეს წამოვედი გამოგაგდეს ხო კარგი რამე სხوارდალე გამოგაგდეს ხო კარგი გამომაგდეს მაშინ დავლევ ერთ წვენს მოდი გენაცალე აი რო შემწამე წეგან ერთი წვენი მოგიტანე თქვენ რას არაფერი მერიკო მე მალე უნდა წავიდე არ მინდა აქ ვინმე დამინახოს თორემ მე ჭორაობას დაიწყებენ თუმცა შენ აქ ახარ და ჭორაობა ვინ უნდა დაიწყოს აი თქვენ მადლობთ წვენი უკაცრავად ცუდად ხომ არ ხართ ქალბატონო არა კარგით მერიკო დღეს მთელი დღე ეზო კარიკარ ღობე სარისარ დავრბოდი და აი მინდორში ყვავილები მოგიკრიფე მუხლი კი ვიტკინე მაგრამ ხომ გაგიგონია ვარდი უეკლოთ ვის მოუკრეფიაო ეს ვარდი არ არის ნოდარ მინდვრის ყვავილებია არ იყო საჭირო მადლობთ მერიკო როგორ აცივდა რა ხო ისი რა მერი არ დაიწყო ახლა ზამთარივით მკაცრი ხარ ფიფქივით ნაზი მითხარი შენსკენ რა ხდება მოგწონს ახალი სამსახური კი მომწონს მაგრამ რომ ეკითხებიან ვამბობ არ მომწონს თქო მაინც იქ ჩვენთან რა ხდება ჩვენთან არაფერი საინტერესო შენ ადგილას ისევ ახალი დანიშნეს ცოტა უცნაური გოგოა დამავიწყდა რა ქვია თიკო ჭელიძე აჰა უკვე გაგიგია ისიც ხო არ იცი მამამისი ვინ არის და სად მუშაობს როგორ არ ვიცი მამამის და ბიძამის რაღაცა ბიზნესი აქვს თუ არ გიცი ხალხია როგორ დამავიწყდა შენი უსაზღვრო შესაძლებლობები აბა რაო რა საქმე მაქვსო მერი გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი დიდი ბოდიში ცუდად ხართ ქალბატონო ხო ხარი არა მეთქი კარგით მოკაცრავად ბოდიში მერი გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი და გადავწყვიტე შენთვის ეს მეჩუქებინა მერიკო მითხარი რაღაცა ხო იცი რომ შენ გამომეტყველებაზე ვერაფერს ვერ ხვდები გაგეხარდა თუ გეწი ნოდარ ჩვენ ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ და შენ ჩემი პასუხი ძალიან კარგად იცი ისა მერიკო რას ვიფიქრებდი როდესმე ენა თუ დამემეოდა არა ეთქობა უკვე ჩემი წასვლის დროა გაგაცილე არ მინდა გაცილება მერიკო უკაცრავად ცუდად არის ხო რა შევჭამე შულო არ არის ცუდა სახია ქეგეთი და უარი გითხრათ რა უარი გოგო უბრალოდ არ უნდა რომ ერთად დაგვინახონ ხო იცი ხალხი რა ჭორიკანა მეტი საქმე კი არა ჯერ შენ გადი მე გავალ და მე შენ გამოდიო რა უკვე ხამყვავილებს კაცო ის მივცე შენ მე რას ამბობ ჯერ წესიერად არც გიცნობთ გიცნობ კი არა ერთი გამომართეს ბალახი მოდი რა იქნებ დარჩენილიყავი რა მოგივიდა კარგი პატა გეხვეწები რა ხო შენ რომ მეხვეწები მე რო გეხვეწები არ გეხვეწები ხო თეკლო თან ამდენი რაღაცა გაქვს წასაღები და გადასატანი როგორ უნდა წაიღო ამდენი რაღაცა ისა მოდი მამა შენთან გადასვლას აქვე გადასულიყავი სადმე სად თუნდაც პირდაპირ კარგი პატა ხო ხედავ არ მცალია თან ისედაც ამდენი რაღაც მაგ ჩასავაგები კარგი ხო კარგი რაი
თეკლა ისა რა ქვია ნელ-ნელა რო გადაგეტანა შენი ნივთები ჰა ნელ-ნელა როგორ არის ბატონო? აი მაგალითად ერთი ჩანთა ეხლა გადაიტანე მეორე თებერვალში და ესე რა ვიცი კარგი პატარა არ მცალია ხუმრობისთვის პატარა არის ეს აი უყურე თეკლა დაუკვირდი აი ნივთებსაც კი არ უნდა წაროწაფრინე და ხტებიან ჩანთიდან თავისით რა ნახე რა ხო კარგი რა თეკლა რა მართლა კარგი აი ესე ვიჯდები აქ ჩემთვის აი ესე ვიჯდები ჩემთვის აი ესე მელქნება ხელი არ გამიზრები ადრე და რაც არ უნდა რომ გავხმე გავშეშდე გავქავდე აი ესე ვიჯდები და აი ესე ვიქნები ხვას არ ამოვიღებ საერთოდ წადი აი ესე ვიჯდები მოხვალ აი ესე ვიჯდები ვიღაცა მოვა აი ესე ვიჯდები რაღაცა რა გჭირს რაღა რამჭის თეკლა რაღა რამჭის ერთი წყარომი და აქ ჩამოდიოდი და ტანიელი ვარ რაღა ეს ჩემთვის ეს ხო ხედავ ზიმტირალი წყლისაპირისა ეს ისე რა რუსთაველის ექსპრომტ პერეფრაზი გავაკეთე რა ის ხო ჯდა მეკინო ზია და ესე ვიჯდები რაც არ უნდა მოხდეს აი ესე არ გამიძრები ადგილიდან აი ეგრე გეუბნები აი ზარი და მაინც არ გამიძრები აი ეს ხელი მეკინოს რომ შენ ხორცოს არ მოვიც მე თუ ეს ხელი აქედან ჩამოვიხვა და ესე თუ არ ვიცი გადადი ხარ რა კაია ой იმას რა ჭირს დაანებე თავი ტარიელია ოკეი რა ეს მათქური რა მოხდა პატარა ჭირს რა მოხდა და გადადის თეკლა სახში თავისთან გადადის აქედან და ცუდია ეგ კი ой აუ რა ცუდია თეკლა თეკლა ხო ხედავ არავის არ უხარია შენ რო აქედან მიდიხარ არც მე არც ლუცას არ უხარია რა ვიცი ვინ გითხრა კიდე არავის არ უხარია აი გაიგე არც იმას არ უხარია ნახე რანაირ ხმაზე ტირო და გაიგე კარგი პატა ნუ ნერვიულობ მოვალ ხოლმე რა დაგემართა ხوار დაგკარგავთ მეგობრებს არა კი მოხვალ მაგრამ ეგრე მეც მოვალ და გნახავ ხოლმე მაგრამ ისა გამახსენე რომ საფთუზე ცხოვრობ როგორ დამავიწყდა ეგ როგორ რომ მოვედი აი ესე რაწყნარად კარგხეს იზით აი ესე რომ ამოვედი მეხუთე საფთუზე აი ესე ამოვედი იქიდან აი ესე ჩამოვედი თეკლა ისი რას ვიზავ ხოლმე მოდი ესე გავაკეთოთ მე მეორე საფთულზე ამოვალ ხოლმე ხო და შენ დანარჩენზე შენ ჩამოდი ხოლმე და იქ შევხვდეთ ერთმანეთს მაქსიმუმ მესამეზე გავრისკო ამოსვლა ჰა კარგი რა იყო შენ რა გამოგივიდან უცან უგამაგიჟე შენ რა გაგჭირს არა წარმოვიდგინე რომ გუგაც გადადის და წავომე ბარში ხო იქ იქნება წახვალ აბა რასიდო შენ რა გიჭირს სადაც არ უნდა წავიდეს და გადავიდეს გუგა ყველგან გააგონებ განზახებ ხოლმე გუგა იგეც ისე და მიაგნებ ალბათ მე რა გავქნა მე რა გავაკეთო ჰა მე რა გავაკეთო პატა რას აკეთებ პატა მე რა ვიცი რას აკეთებ რას აკეთებ მე რა ვიცი რას აკეთებ კარგი პატა ვიცი რას აკეთებ პატა ესე დეში ვარ ეხა ისე აგონიაში ვარ ვიცი რას აკეთებ პატა კარგი როგორ ბრძანდებით პროფესორო? ეს რაღაც ახალია. რა მოგართვათ ჩაი, ყავა, წვენი, ლუდი, ხაჭაპური თუ მადლობა, მე არაფერი მინდა მსხალი მაქვს წამოღებული და იმას მივიღე. გამარჯობა, გარშემოსვლა? არა, ვიცი. აუ, ეხლა შემოვასწარ და მე მაგდავხდი. ეს თაიკული თქვენ მოგართვა ეს? დამცინი. წვილი იყო შემოსული, ერთმანეთს დაშორდნენ და ბიჭმა დატოვა. ისა ლამაზი თაიკულია. რა ვიცი, თუ გინდა წაიღე, მაგრამ არ გირჩევ, თქვენც იგივე არ დაგემართოთ. ისა თუ დაშორდნენ, ესე იგი ერთად ხო იყვნენ და მე მგონი ჯობია რომ ავიღო. გუგა რომ შემოვა, უთხარი თაყვანის ცემელმა გამომიგზავნაო. აი ჭვიანე. ისე ბიჭებზე არ ეჭვიანებს და ყვავილებზე იეჭვიანებს. მოდი მომიტანეთ რა. ახლა წავიდი მე. გუგა, როგორ მიხდი აქ რა ვიყავი? უკან დამყვები ხო? დასაკეთებ.
არაფერს ერთ-ერთ რედაქციაში მითხრეს დიდუბელს ოსოს ცოტათი თუ შეამოკლებ, შეიძლება დაგიბეჭდოთო და ვამოკლებ. თმა როგორ ჩაიმოკლე ხო? ხო. დაიმან ეს ყვავილები ისე მიჭრავს ხელში, მე მგონი ჯობია დავდო ხო? აი მოდი აი აქ დავდო. არა, აქ გადავარდება რაღაცა მოწას. იქით დავდებ, აი? ვერდებ. აუგო გაქრდავ და ეს ჩემი ყვავილები ხელს ხარ შეგიშლის? არა. აი ლოდით ადო. ну цара ламази тайгулия вингачка სულ თაყვანის მცემელმა გამომიგზავნა. ვინ გამოგიგზავნა? თაყვანის მცემელმა გამომიგზავნა, გოგა. ვა, გამეხარდა ძალიან. ხო? გოგა, მეც გამიხარდა, შენ რო გაგიხარდა. და შენ გაგიხარდა, მე რო გამიხარდა, შენ რო გაგიხარდა? არა. აი, მე გამიხარდებოდა, გოგა, შენ რო გაგხარებოდა, მე რო გამიხარდა, შენ რო გაგიხარდა. საიდან ეს თაიგული? აქ რა უნდა ვაიგული? ეს ისე ლექსი ექსპრონტად ხო თხზავ ხოლმე მე ხო თხზავ ლექსებს საერთოდ. მოგეწონა? რომ მომეწონა, იმიტომ გადავიხადი ამდენი ფული კაცო. ოდიში ერთი თქვენ გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ანატომიას სწავლობდით? კი. თუ მარტო ფიზიკას? არა, ორივე სწავლობდი, მაგრამ ფიზიკა უფრო მიყვარდა. ფიზიკა, მე ამ ფიზიკას რო ეცი კაცო. ცოტა ანატომიას გესწავლა, ეს არის თეკლა, ჰა? რა გითხარი? რა გითხარი? ეს არის თეკლა, კაცო, ანატომია გესწავლა, ეს არის ნუცა თეკლა არის ის თეკლა, როგორ გითხარი? რა მსხალი, კაცო, რა მსხალი, მე გამაგიჟე, რა მსხალი. რატომ მეჩხუბები? ვერ გავიგე რა. რატომ მეჩხუბები? როდის გეჩხუბები, ეხლა გამაგიჟე, ეხლა ჩხუბობ ეხლა. ჩხუბობ ეხლა მე. ჩხუბობ ეხლა მე. ჩხუბობ ეხლა. მართლა ჩხუბობ ეხლა. ვაიმე, სიზმარი. ვაიმე, ბაბუ მანჩესტერს ევერტონმა მოუგო, ვაიმე. წავედი მე ევერტონზე უნდა დავდო, კაცო, წავედი. ვაიმე, სიზმარი, ვაიმე, ბაბუ. კურას წავიდა, დამთავრდა ეგ თამაში. ევერტონმა მოიგო. რა მაგარია. რამეს ხმარ მიირთმევთ? არა, მსხალი მაქვს ჯერ კიდევ. მეგონი ყველაფერი ჩავაგებული მაქვს. ესე იგი მიდიხარ ხო თეკლა მაინც ხო? მივდივარ, კი პატა, მივდივარ. არა, გეუბნებით რა. ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს რა, ვიცი ლაშა რა, ვიცი. წავედი მე, თავი უნდა მოვიკლა. წავედი. ნიკა, შენი მათემატიკის წიგნი ვიპოვე ჩემ ჩანთაში. ოი, ნახე. ხო. შენ გჩუქნი მაგას. წაიღე და გაგახსენდები ხოლმე. ამას უყურე ერთი რა, მომეცი ეს წიგნი, მომეცი. თეკლა, როგორ გული მწყდება რომ მიდიხარ? მართლა. ხო, მათემატიკის ჩაბარებაცი ლაშასთვის მომიწევს და მან კიდე კარგად იცის წილადები და ვერ ვატყუებ. ნიკა. მოვედი. სად იყავი პატა? თავი მოიკლა და მოვიდა. თეკლა. დამეხმარეთ ეხლა. რაღაცაში დამეხმარეთ. ხალხი არ ხართ, რას მიყურებ? დამეხმარე ეხლა. რაში თავის მოპლაში? არ გინდა ეხლა რა, არ მე ისა კაცო გეუბნები ეხლა დამეხმარე მოხდა. თეკლა აწავიდა საფრთხე. ხო ხარ ჩემი მეგობრები არა? ჩემი მეგობარი და ჩემი მოსწავლე ხო ხართ? და დამეხმარეთ ეხლა რაღაცაში. რა ვიცი ეხლა როგორ ეგრე თუ იდე
თეკლა იქნებ დარჩე ჰა არა ვაშა უნდა წავიდე თეკლა გეხვეწები დარჩი რა დარჩი ნიკა მარტო შენ გიჯერებ ჩემი არ ესმის არაფერი კარგი ვაშა რას იგონებ ახლა რას მიგონებ აი ნახე ნიკა მიდი ზედარი მიდი აბა ეხა შენ უთხარ კარგი ვაშა არა მიდი უთხარი ერთი აბა უთხარ ნიკა მიდი ზედალი ვარცი რა მაგარია ახლა ვეთქა დედა ესე იგი ნიკა თუ ვინმეს ესე უცბად და ესე დაუჯერებდა რას წარმოვიდგენდი ხალხო ჰა საწყალო ლაშა რა გეშველება თეკლა თუ წავიდა აქედან ჰა ხო ისე უყვარს თეკლა ისე უყვარს თავის დეიდასგან ვერ არჩევს მართლა ვაშა კი თეკლა დეიდა აი ნიკა რა საყვარელი ხარ მაგრამ უნდა წავიდე ნიკა ხო ხედავ დამოუკიდებლად სამსახურიც კი ვერ ვიშოვე ჩემ სკოლაში დაიწყე მუსიკის მასწავლებლად მუშაობა ხო დაგჯერებ ხოლმე ხო და თუ არ დამიჯერებ გაგაგდებ სკოლიდან აი ადამიანს თავის სახლში უნდა წასვლა და რატო არ უშვებს გეზინება ეხლა ბავშვი შენ საღამომშვიდობის ყიდი არა ბატონო პროფესორო სახლში ვბრუნდები გაგდებე დიდი ხანია აქ ვარ და უხერხულია ვაწუხებ არა რა უხერხულია რა ცხენია რა ვიცი ვაშა გეხვეწები ტაქსი გამომიძახე რა ჰა ტაქსი ვაიმე რა ტაქსი ლაშა ეხლა ვაიმე დავიღუპე ვაიმე ნუ ნერვიულობ მე ვიცი რასაც ვაკეთებ რასაკეთებ აბა რა ხდება ისა ბატონო პროფესორო უკაცრავ დღეს რაღაც ცოტა ისე გამომივიდა ეხლა რაღაცა არის ალო უკაცრავად ტაქსის გამოძახება გვინდა სად მივდივართ და ზუგდიდი დიახ ზუგ დიახ კარგი ხო რა და რამდენი 350 ლარი რა ამბავია ქალბატონო 350 ლარი რა მომეცი ვაშა მომეცი ტელეფონი ალო დიახ ესე იგი რამდენი თქვით 300 ლარათაც შეიძლება? კარგით, სულ გაგიჟდა ეს ხალხი. ქუჩაში გავაჩერებ რამეს. დამიჭერე. გასაგებია პატ, ეხლა მემაცადე. თეკლა, შენზე გავიგე სამსახურს ეძებსო და ჩემთან ლაბორატორიაში რო იმუშავა არ გინდა? და რა უნდა გავაკეთო? სტეპში მიიღებ მონაწილეობას. დედა, რა კარგი ვარიანტია. დედა. და ანაზღაურება რამდენი მექნება? დიდი არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ქართული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლისათვის თქვენი სახელი უკდავყოფილი იქნება. რა გინდა? აბა რა. დიდი მადლობა, მაგრამ არ მაწყობს. ნიკა, წამომიხე ეს ჩანთა გეხვეწები რა. გავქნა, ამაზე მეტი რა გავაკეთე. აბა, შემიძლია ჩანთების ჩატანაში დავეხმარო. აბა, წავედით? ხო, გაფიცი, რა. წახვედი გაგე, ხო შეიძლება. ეს პატა, გაგვიღე კარი რა. კი, მე გავახებ კარს. მოგზავნე, მოდი ბავშვი, მოდი. მოგზავნე. კარგად წავედი. კარგად თეკლა. აბა, კარგად იყავით. კარგი რა იყო. აბა, კარგად. კარგად თეკლა. აღარ ჩამოგაცილებ მე. წავიდა მაინც. ნახე. წავიდა და დამტოვა ესე. არა უშავს, რაღაცა ლაშა გეუბნები, რაღაცა გზნობა თუ აქვს ჩემს მიმართ აუცილებლად დაბრუნდება, აი ნახე თუ არა შენ. მოვედი? მოხვედი თეკლა. თუკი დარჩა? აბა, კარგად იყავით? აბა, წავედი. სიცივის გრძნობა ქონია, რა გიქ. კარგი პაატა, რა მოგივიდა, რა გუწო და გამხიარულდი, გახალისდი. სად არის ჩემი მხიარული პაატა? სად არის ჩემი პაატას? ჰაიმე, სად არის? კარგი რა. ეგრე, მართალაც რომ ჰაიმე. ეგრე, დამტოვა წავიდა, ხო? არა უშავს. მოვიფიქრე ლაშა. რა.
რაც არის ეგ არის ბოლოს და ბოლოს გამატარე თეკლას მამას უნდა დაველაპარაკო ნერსეს რაც არის ეგ არის ნერსეს უნდა დაველაპარაკო რაც არის ეგ მომისმენი მე არ გეშინია შენ ნერსესი რას ქვია მეშინია ბოლოს და ბოლოს რა მეშინია რის მეშინია მართლა დავიღალე კაცო ამომივიდა კერში მიდი ნომერი ამიკრიფე მიდი ამიკრიფე ნომერი ნერსეს ნომერი მიდი გავიდა დაუძახო ნერსეს ალო ბატონ ნერსეს თხოვეთ თუ შეიძლება დიახ მოდის მოდის მომისმინელაშა ეხლა შენ ნერსეს დაელაპარაკე უთხარი მე პაატა ვარ და თეკლა მომწონს ხო მიდი უთხარი პაატა ვარ და თეკლა მომწონს მიდი რაღაცებოდები ვერ ახახო არა თქვენ არა რატო მიმატოვე თეკ რა გინდება რატო დამტოვე რატო ასნარდი დამშვიდი დაოკდი გაჩერდი არ გივა დამამშვიდებს რა დამაწყნარებს რა დამაოკებს რა გამაჩერებს აბა ესე მგონი ეხლა რომ 17 წუთის წინ აიქით გათეკლა და ველაპარაკებოდი ესე მგონი აი მართლა 17 წუთის წინ იდგა ალბათ და ელაპარაკებოდი ხო 17 წუთის წინ აი ხაცა შეხედე მეჩვენება რომ თეკლა შემოვიდა და აი ესე გორე თეკლა მოვიდა თეკლა დაბრუნდა მეთქე თეკლა დგას იქ ჩვენ ორივეს თეკლები გვეჩვენება თეკლა დაბრუნდი ხო დაბრუნდი დილით ხოვრენ გავდი სამსახურის ხობას ხო და დამირეკე საგიყვანეთო ესე იგი შემიძლია სახლში აღარ დაბრუნდე და აქ ვიცხოვრო თუ წინააღმდეგი არ იქნები მე არა მათხოვი შენ მობილური აი მე ძალიან გაგვიხარდა. კი, მართლა ძალიან გაგვიხარდა და ვისაც ყველაზე მეტად გაიხარდა, ჩამოვა ხამ კიბეებიდან. კიდე ერთი კიბიდან ჩამოვა. გავა და ჩანთებს შემოგატანინებს. ხო. წამოდი თეკლა. აი მე მოდი ამას შემოვიტან. ჰაიმე. თეკლა მეც მიხარია რომ დაბრუნდი, უბრალოდ ახლა ვერ გამოვა და აქედან იმიტომ გეუბნები ამ ამბავს. კარგი, დიდი მადლობა.